ცნობებით, რომელსაც ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს. უნგრეთის ცენტრალური საარჩევნო კომისია იტყობინება, რომ დამყარებულია ახალი რეკორდი. პირველი საათის მონაცემებით, ადგილობრივი დროით პირველი საათის მონაცემებით, ამ მრჩეველთა ნახევარზე მეტმა, საუბარია 54.14%-ზე საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა. და თუ ამ მონაცემს შევადარებთ გასული წლების მონაცემებს, 14%-ით მეტი აქტივობა 2022 წელთან შედარებით. ეს ნიშნავს, რომ უნგრეთში აქტიურად მიდიან ამომრჩევლების საარჩევნო უბნებთან. ამას პრინციპში მოწმობს ის ინფორმაცია და ფოტო თუ ვიდეო მასალა, რომელიც ვრცელდება უნგრეთის სხვადასხვა ქალაქიდან. მათ შორის საუბარია იმის შესახებ, რომ ყველაზე დიდი აქტივობა, როგორც მოსალოდნელი იყო, არის ბუდაპეშტში, თუმცა ბუდაპეშტი ბუნებრივია არ არის ერთადერთი ადგილი, სადაც მსგავსი ტიპის აქტივობაა და რამდენიმე ქალაქი ამ მხრივ ნამდვილად გამოირჩევა და როგორც ადგილობრივი მედია წერს, დღის განმავლობაში ეს სურათი კიდევ უფრო შეიცვლება, რადგან არის მოლოდინი, რომ დღის ბოლოს დაახლოებით ამომრჩეველთა 80% მიიღებს კენჭისყრაში მონაწილეობას. საგულისხმოა ერთი დეტალიც, როგორც ადგილობრივმა მედიამ რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა უახლესი ცნობა, ოპოზიცია უკვე ემზადება გამარჯვების საზეიმოდ, ასე რომ ვთქვათ, მოწყობილია უკვე სცენა, ეწყობა უკვე სცენა ბუდაპეშტის ცენტრში, პარლამენტის მოპირდაპირე მხარეს. იქ დიდი ალბათობით პიტერ მადიარი საღამოს საკუთარ თანაპარტიელებთან და მხარდამჭერებთან ერთად გამოჩნდება და დაელოდება ეგზიტ პოლების პირველადი შედეგების გამოქვეყნებას. სავარაუდოა, რომ ასეთივე სურათს ვიხილავთ ვიქტორ ორბანის შემთხვევაშიც, რადგან დღეს ორბანი, როდესაც ის გამოცხადდა საარჩევნო უბანზე, თქვა, რომ ადგილზე იმყოფებოდა გამარჯვების გასაფორმებლად. ამიტომ დიდი ალბათობა იმისა, რომ ორივე პოლიტიკურმა ლიდერმა საღამოს იზეიმოს გამარჯვება, რადგან ეს მხოლოდ ეგზიტ პოლის შედეგებია და არის მოლოდინი, მოკლედ ანალიტიკოსებში არის ასეთი დიდი მოლოდინი, რომ დღევანდელი საღამო დასრულდება მადიარის გამარჯვებით 38%-იანი უპირატესობით, თუმცა თავად ორბანი საკუთარ ძალებში არის ღრმად დარწმუნებული. საგულისხმოა რამდენიმე დეტალი დღევანდელ არჩევნებთან დაკავშირებით. იქიდან გამომდინარე, რომ დიდია აქტივობა, ამ აქტივობაში იგულისხმება ასევე ახალგაზრდების ჩართულობაც და ის კომენტარები, რომელსაც წერს ადგილზე საერთაშორისო მედია, განსაკუთრებით საგულისხმოა, რომ სწორედ ახალგაზრდები აქტიურობენ და საუბრობენ იმის შესახებ, რომ მათ სურთ ევროპულ ქვეყანაში ცხოვრება და აკრიტიკებენ მკაცრად ორბანის მიერ არჩეულ კურსს. სხვადასხვა იმ საარჩევნო უბანზე, სადაც დღეს ვიქტორ ორბანი მივიდა და საკუთარი არჩევანი დააფიქსირა, ბუნებრივია სავარაუდოდ საკუთარი პარტიის სასარგებლოდ, აქტივისტები შეიკრიბნენ, უნგრელი აქტივისტები შეიკრიბნენ ადგილზე და სიმბოლური საპროტესტო ბანერებიც მიიტანეს. მათ შორის ერთ-ერთ ასეთ ბანერზე თვითმფრინავის ბილეთი იყო გამოსახული, სადაც ეწერა ასეთი რამ უნგრეთი, ბუდაპეშტი, მოსკოვი და ამ ფორმით უთხრეს მოკლედ ვიქტორ ორბანს, რომ მისი მმართველობა სრულდებოდა და მას შეუძლია წავიდეს მოსკოვში მის მთავარ მოკავშირე ვლადიმერ პუტინთან და ასევე იყო სხვადასხვა ტიპის საპროტესტო ბანერები რუსული წარწერებით, ასე რომ ვთქვათ, და ამ ბანერებზე დატანილი იყო ნახვამდის რუსულ ენაზე. აქ კიდევ ერთი საგულისხმო დეტალი, რომელსაც ვაწყდებით ამ პროცესში, როდესაც ვაკვირდებით საარჩევნო პროცესს, არის შემდეგი, რომ ერთ-ერთი ქალაქის მერმა, რომელიც ვიქტორ ორბანის პარტიას წარმოადგენს და რომელმაც მისი პარტიის დახმარებით გაიმარჯვა და მართვის სადავეები აიღო, დღეს ოპოზიციურ ძალას მისცა ხმა და მხარი დაუჭირა და საკუთარ გადაწყვეტილებას ის ასახსნის, რომ უნდა დასრულდეს ქვეყანაში პრორუსული მმართველობა. ჩვენ ახლა შეგვიძლია მოვისმინოთ იმ ადამიანების კომენტარები, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ მისულიყვნენ არჩევნებზე და მათი უმეტესობა ამბობს, რომ ხმას აძლევენ ოპოზიციას. ამ არჩევნების ყველაზე დიდი შეკითხვაა, რას და რას შორის ვაკეთებთ არჩევანს, ევროპას თუ რუსეთს შორის. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ევროპის ნაწილი ვართ. ჩვენ ვართ ევროკავშირის ნაწილი და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ პრემიერი ორბანი სულ უფრო მეტად უახლოვდება რუსეთს. ამიტომ გვინდოდა მისთვის მესიჯი გადაგვეცა, რომ ყველაფერი დამთავრდა და რომ უნგრელებს სურთ ევროპის ნაწილად დარჩენა.
and Hungarians wants to stay in Europe. And we need to be patient and we need to ჩვენ გვჭირდება სიმშვიდე და ჩვენ გვჭირდება ყველაფერი იმისთვის, რომ ხარი დავუჭიროთ ახალი სისტემის ჩამოყალიბებას. მე ნამდვილად ცვლილებების ერთგული ვარ. ფიქრობ, ერთად ბევრი რაღაცის გაკეთება შეგვიძლია. მომბეზრდა ჩვენ შესახებ მოსმენილი ამბები თუ როგორ ექცევიან და როგორ არსცემენ პატივს ადამიანებს ამ ქვეყანაში. ეს უბრალოდ სამწუხაროა. იმედი მაქვს, რომ რაღაც აუცილებლად შეიცვლება. ჩემს გარშემო მყოფთათვის ჩემი მოლოდინების შესახებ სიურპრიზი არ იქნება. ხმა მივეცით ცვლილებებს. ფიქრობ, რაც 16 წლის განმავლობაში გამოვიარეთ, ჩემთვის უკვე საკმარისია. მე ცვლილებებს მივეცი ხმა. ბევრი მიზეზის გამო მხარს უჭერთ ისას. მარტივად რომ გითხრათ, მინდა შეიცვალოს ის, რაც ბოლო 16 წლის განმავლობაში ხდება. მეტისას და ცვლილებებს მივეცი ხმა. მიზეზი მარტივია. სურს რომ კავშირში ვიყოთ ევროპასთან. მგონია რომ ეს არჩევნები ყველაზე მნიშვნელოვანია და ეს იგრძნობა ხალხის განწყობაზე. გრძნობ რომ ყველგან დაძაბულობაა. ასეთი განწყობა აქვს ახლანდელ მთავრობას. მგონია რომ უფრო კარგი იქნებოდა დასავლური კურსი. ეს ჩვენი ვალდებულებაა. თავის დროზე ფიდესმაც ასე დაიწყო. შესაძლოა ჩვენი ღირებულებები ახლა აცდენილია მათ პარტიასთან. არჩევნებში უკვე მესამედ ვიღებ მონაწილეობას. სხვათა შორის სამივეჯერ სხვადასხვა პარტიაზე გავაკეთე არჩევანი. ახლა ახალი შესაძლებლობა გვაქვს, რომ ქვეყანა განვავითაროთ. ფიქრობ, ძალაუფლებისთვის ბრძოლა ამ პროცესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი. ბუნებრივია, უნგრეთის საარჩევნო პროცესი არ მიმდინარეობს დარღვევების გარეშე. ჯერ კიდევ დილით პიტერ მადიარმა, როდესაც რამდენიმე საათის დაწყებული იყო საარჩევნო პროცესი, განაცხადა, რომ 50-მდე შეტყობინება იყო მათ შტაბში შესული, თუმცა ეს რიცხვი ახლა გაზრდილია. ამის შესახებ უფრო მეც მაყურებელს მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში კადრებით უჩვენებთ, მაგრამ ვიდრე კადრებით გიჩვენებთ, გეტყვით, რომ მედიაში ვრცელდება ჩანაწერები სხვადასხვა საარჩევნო უბნებიდან, სადაც კარგად ჩანს, როგორც ცდილობენ ამომრჩევლის ნებაზე გავლენის მოხდენას. პრინციპში ეს ისეთი კადრებია, რომელიც ქართულ მაყურებელს განსაკუთრებით ალბათ არ გაუკვირდება, რადგან იყო შემთხვევები სხვადასხვა უბნებზე, როდესაც უცნობი პირები შედიოდნენ და ცდილობდნენ გაერკვიათ, შედიოდნენ თავად ამ კაბინებში, სადაც საარჩევნოდ უნდა გააკეთონ ამომრჩევლებმა საკუთარი არჩევანი და ამ კაბინებში ცდილობდნენ გაერკვიათ, თუ ვის აძლევდა ესა თუ ის ადამიანი საკუთარ ხმას. გარდა ამისა, დაფიქსირდა ასევე რამდენიმე შემთხვევა და ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა ამის შესახებ ინფორმაცია, რომ სხვადასხვა ქალაქში მოქალაქეებს დაურიგეს სუპერმარკეტების ვაუჩერები და ამ ვაუჩერებით, როგორც მედია წერს, ცდილობს მართველი პარტია ორბანის მთავრობა, რომ მხარდამჭერები მოაბილიზოს და მათ სასარგებლოდ გააკეთონ ამ ადამიანებმა არჩევანი. ამის შესახებაც მაყურებელს უკვე რეპორტაჟში უჩვენებთ მეც. მანამდე კი გეტყვით, რომ საარჩევნო პროცესი უნგრეთში გრძელდება. ეს პროცესი ადგილობრივი დროით საღამოს 7 საათზე დასრულდება და ამის შემდეგ უკვე ეგზიტ პოლების გამოცხადებას დაელოდება ყველა. გეტყვით იმასაც, რომ ამ პროცესს აკვირდება EUTO-ს სადამკვირვებლო მისიის 200 კაციანი შემადგენლობა და გეტყვით იმასაც, რომ ბუდაპეშტში იმყოფებიან ქართული ოცნების წარმომადგენლები. ისინი თავად ავრცელებენ ამ ფოტოსურათს, იმყოფებიან სხვადასხვა საარჩევნო უბნებზე და აკვირდებიან ამ პროცესს და ბუნებრივია არსებობს სიურპრიზი არავისთვის არ იქნება მოკლედ, თუ ვიტყვით, რომ თუ ვივარავდებით, ვის შეიძლება უჭერდეს ქართული ოცნება მხარს, რადგან არავისთვის დამალული არ არის, რომ ვიქტორ ორბანი ქართული ოცნების ერთ-ერთ მთავარ მოკავშირედ ითვლება, მათ შორის ევროკავშირში და სწორედ ორბანის ვეტოს გამო ვერ იღებს ევროკავშირი ამა თუ იმ გადაწყვეტილებას, მათ შორის ქართულ ოცნებასთან მიმართებით.